მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. როგორც ყოველთვის, თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით საიტზე obiektivi.net და ასევე ტელეეთერის საშუალებით ახლა უკვე ნებისმიერ ტელევიზორში შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ მეტრულ არხზე. და სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიებიც ასევე გადასცემენ ჩვენს ტრანსლაციას. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის, რომელიც თქვენთვის ძალიან ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ 2388 Skype-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ შემობრძანდეთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრი, დასვათ შეკითხვა თემასთან დაკავშირებით. Skype-ის მისამართის კვლავაც უცვლელია, ეს არის ლათინური ასოებით ობიექტივი. და რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას, მე მინდა წაგიკითხოთ ჯერ რამდენიმე წინადადება იმ ადამიანის მიერ გამოთქმული, რომელიც ახლა ჩვენი სტუმარი არის და შემდეგ უკვე გაგაცნობთ ამ ჩვენ სტუმარს და ვისაუბრეთ მასთან ერთად. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ნებისმიერი შეცდომა, რომელიც დაშვებულა წინა ხელისუფლების მხრიდან, იყო დაშვებული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათთვის ხელისუფლება არის ფუფუნება. ეს უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა გაარკვიონ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი. მე ბევრი ჩემი სხვა კოლეგისგან განსხვავებით ტრაგედიად არ აღმექვამს, რომ ადამიანებმა გააკეთეს განსხვავებული არჩევანი, რადგან რაც არ უნდა ბევრი გააკეთოს ხელისუფლებამ, ადამიანებს აქვთ უკეთესის მოლოდინი. და თქვენ ალბათ ხვდებით, რომ ეს არის პოლიტიკური იქით მხარეს დარჩენილი პოლიტიკური ძალის, ანუ ნაციონალური მოძრაობის არა წევრი სხვათა შორის, მე რამდენადაც ვიცი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი ცნობილი სახე ბატონი გია ხუროშვილი, მოგესალმებით ბატონო გია, ასევე ყოფილი საპარლამენტო მდივანი და ეხლანდელი საბურთალოს რაიონის გამგებელი. ძალიან დიდი გამარჯობა მაკა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ სხვა თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით ყოფნით ვაჟკაცობა და მობრძანდით. მე შეიძლება ვაჟკაცობა ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ ობიექტივი არის ძალიან სპეციფიური სტუდია, სპეციფიური ორგანიზაცია და ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ხოლმე ჩვენთან სტუმრად მოსვლა. მით უმეტეს აი ცოტა განსხვავებული ზოგადად პოლიტიკოს გააჩნია პასუხისგებლობა და რა თქმა უნდა ამ პასუხისგებლობას ვერცეთ ჩვენთაგანი ვერ გავექცევით. პასუხისგებლობის სახეები სხვადასხვა ტიპის არის და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენ წაიკითხეთ ჩემი ამონარიდი, ეს სიმართლე გითხრათ არ მახსოვდა, მაგრამ ეს არის ჩემი მოსაზრება და რაოდენ კარგი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა მმართველობის პირობებში, როცა საქმეს აკეთებ, არის გარკვეული შეცდომები, არიან ადამიანები ხელისუფლებაში, რომელიც შეცდომის ფარგლებს ცილდება და ჩადიან დანაშაულს და ასეთ შემთხვევაში არსებობს უბრალოდ პოლიტიკური პასუხისგებლობა, რაც ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ადრე თუ გვიან უნდა გაიზიაროს და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებული ვართ პატივი ვცეთ ჩვენი მოსახლეობის განსხვავებულ არჩევანს, როდესაც ეს ადამიანები სხვა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ აკეთებენ და ასეთ შემთხვევაში მე ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დებატები უნდა წარიმართოს კორექტულ ფარგლებში, არასოდეს ოპონენტი არ უნდა გამოვიდეს ფარგლებიდან. ის რასაც მაგა ოპონენტ დაუშვათ პირად საუბრებში, შენ აკადრებ შენს ოპონენტს, ქართველები ვართ ზოგიერთ შემთხვევაში შეიგინები, ზოგჯერ გაბრაზდები და რაღაცას უხეშად ეთყვი, შენ ამის უფლება არ აქვს, როდესაც საჯარო პირი ხარ და გამოდიხარ ადამიანების წინაშე. და რატომ? რატომ? იმიტომ, რომ ამ განსხვავებული მოსაზრების მიღმა დგას ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც უბრალოდ შენგან განსხვავებულად ფიქრობს. და ამიტომ ნებისმიერი შეურაცხყოფელი ფრაზა იქნება იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომელიც უბრალოდ შენ არ გეთანხმება. ამიტომ მე ყოველთვის ვერიდებოდი პირად დამოკიდებულების გამოხატვა, შეიძლება ოპონენტი პირადად არ მომწონდა, არც მას მოვწონდი, მაგრამ საჯარო დებატების დროს თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვისმენენ ან უბრალოდ გვიყურებენ. თუმცა ბატონო გია, საზოგადოებამ გადაირჩია ნაციონალური მოძრაობა, პირდაპირ შეკითხვებზე გადაირჩია, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა და აირჩია სხვა პოლიტიკური ძალა,
ძალიან დიდი ხნის შეგონებების, შეკითხვების, პასუხგაუცემელი შეკითხვების შემდეგ, აქციების შემდეგ, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ იღებდა ყურად არც ერთ შეკითხვას და არც ერთ წინადადებას საზოგადოების მხრიდან წამოსულს და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამან არ გამოიწვია შემდეგ უკვე აი ეს შედეგი რაც დადგა. იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყნებში ხდება ხოლმე ესე რომ არის ერთი პოლიტიკური ძალა, შემდეგ ის რაღაცნაირად გაცვდება, ამოწურავს საკუთარ თავს და შემდეგ ირჩევენ სხვას და ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, ეს ასე იყო? მოდით ვთქვათ ასე რომ ხელისუფლება არ არის ერთი ადამიანი. ხელისუფლება შედგება ადამიანებისაგან, რომლებსაც გააჩნია განსხვავებული განათლება, განსხვავებული პასუხისმგებლობის ხარისხი და განსხვავებული მიდგომები. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად ბუნებრივი შედეგი იქნება. როდესაც მე რაღაც შემთხვევით არ მისაუბრია, რომ თუ ვინმე დაუშვა შეცდომა, ამ შეცდომისთვის აგებს პასუხს, თუ ვინმე ჩაიდინა დანაშაული, ამ დანაშაულისთვის აგებს პასუხს და ზოგადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როგორც კოლეგიალური ორგანოსი, დგება კოლეგიური პოლიტიკური პასუხისმგებლობის სახით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა, რომელიც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფორმით გამოიხატება, მან არ უნდა მიიღოს შერჩევითი მართლმსაჯულების ხასიათი და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშწორების საგანი. რა თქმა უნდა, აი ამ ტიპის პრეცედენტები სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში არაერთი ყოფილა, როგორც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მაშინაც იყო ცალკეული მცდელობები, მე არ მიყვარს რაღაცის დაფარვა და შელამაზებით თქვა და დღესაც არის აი ამ ტიპის შერჩევითი მართლმსაჯულების მცდელობა. როდესაც განაცხადი იყო, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა, მოდით მეც გულწრფელად გეტყვით, რომ სამართლიანობის აღდგენა ნებისმიერი ადამიანისათვის არის ძალიან კარგი მესიჯი. მეც ვარ ამ საზოგადოების წევრი. მე დღეს გია ხუროშვილი არის ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სადაც მე მეკავა პოლიტიკური სპიკერი, ასე ვთქვათ, პარლამენტის წარმომადგენელი ვიყავ და ჩემი უფლებამოსილება იყო კანონების წერა, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემს გვერდით ტრიალებდნენ, ჰქონდათ კითხვები გარკვეული სამართალდაცვე ორგანოებთან, მათ შორის ძირითადად ეს იყო ეკონომიური კუთხით. რამდენად ზომიერი იყო დაუშვათ გამოყენებული სამართლებრივი რეპრესია ეკონომიურ დანაშაულებზე და ასე შემდეგ. უფრო რომ გავამარტივო ეს თემა, ბიზნესს ჰქონდა ძირითადი პრეტენზიები, რომ ასეთ შემთხვევაში ხდება გარკვეულწილად შევიწროება, მე მესმოდა ამის შესახებ, მესმოდა მათ შორის ახლობელი ადამიანებისაგან და როდესაც მე ვსვავდი კითხვას ჩემს კოლეგებთან, რომ იცით რა, ეს ადამიანი ამას მიყვება, ამ მონაყოლს აუცილებლად ყავს მეორე მხარე, რომელიც გიხსნის, რომ იცი რა, შენი ახლობელი ამას კი გიყვება, მაგრამ სინამდვილეში მან ჩაიდინა დანაშაული დაფარა რაღაცა. მე არ მქონია ის პოზიცია, მაგრამ თუმცა ჩვენ მქონდა ტელეიმედის შემთხვევა თვალწინ, ასევე ფრიდონ კი, მე გესაუბრებით ამაზე. ეს გაღმაურებული შემთხვევებია, რომლის შესახება ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო და აქ დაცვის მექანიზმები უფრო მეტი იყო. მაგრამ მოდი ვთქვათ ახლა მეორე მიმართულებით ის ამბავი, რომელიც არავის არ გაუგია მისი ოჯახის წევრების გარდა. მე გაცილებით ასევე ვაწუხებს ამ ადამიანების ბედიც, ხო? მაგრამ თავის დროზე ეს ჩემივე კოლეგები მეუბნებოდნენ მარტივად, რომ იცი რა არის, ეს არის დამნაშავე, ჩაიდინა რაღაც კონკრეტული სახის დანაშაული და შენ ნუ შეეცდები მის ლობირებას. არა გაქვს შენ ჩვეულებრივ საჯარო მოხელეს, თუ არა ხარ პროკურორი, თუ არა ხარ მოსამართლე, წვდომა ჩვეულებრივად სისხლის სამართლის საქმესთან, ხო? და რო დადგა ეს საკითხი, სუფთა ადამიანური კუთხით გეუბნებით. მეც დავინტერესდი, მოდი აბა იქნებ მართლაც გაიხსნას ეს ამბები და ბოლოს და ბოლოს პირნათელი მაინც იქნები იმ შენს მეგობართან, რომელიც საყვედურობდა, რომ შენ არ მეხმარები, რეალურად ვერ ეხმარებოდი, მაგრამ პირნათელი მაინც იქნები, რომ დადგება სამართლიანობა და გასცემ პასუხს, რომ ან ბატონო შენ ნამდვილად
რაღაცა მიგიწვის წვლილი ამ კონკრეტული სამართალდამცველის ჩადენაში, ან კიდევ ეტყვი, რომ მართალი იყავი და ეხლა სამართლიანობა აღსდგება. მაგრამ სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ მე უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა. და რას გულისხმობ? რას ელოდება ბიზნესმენი, რომელიც უკანონოდ დაიჩაგრა? ის ელოდება, რომ მისი საქმე ძალიან სწრაფად იქნება განხილული, თუ უკანონოდ წაართვეს რაიმე ქონება, მას უკან დაუბრუნდება, თუ უკანონოდ დააჯარიმეს, ეს ჯარიმა უკან დაუბრუნდება, თუ გადაახტევინეს საპროცესო შეთანხმება, ეს თანხა მას უკან დაუბრუნდება და ამის მექანიზმები პირველ რიგში კანონში უნდა გაიწეროს. მე წავიკითხე საგანმანათლებლო ინიციატივა ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ. აქ წერია, რომ დაიწყება გადახედვა ოღონდ იმ დავების, რომლის თანხა აღემატება 100,000 ლარს. მე პირდაპირ მინდა დავსვა შეკითხვა. რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელიც გურიაში მე პირადად შევხვდა გლეხი, რომლის ბაღზე გაიარა ავტომაგისტრალმა და ის სადაოდ ხდის თავისი ნაკვეთის ღირებულებას, რომ ეს იყო არა 10,000-ის ღირებულების, არამედ 15,000-ის ღირებულების. ეს რა თქმა უნდა იწვევს უსამართლობის განცდას და იმ ადამიანსაც თანაბრად უნდა კონდეს მაშინ მოდავების საფუძველი, რომ მასაც კონდეს. ასევე არც ერთ კანონში არ წერია, რომ რომელიმე ამ ადამიანს დაუბრუნდება უკან ან საპროცესო შეთანხმების თანხები, ან ჯარიმები, ან ასე შემდეგ და ამას წინათ თუ არ ვცდები პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იმდენად დიდი თანხებია, რომ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, მოდით დავსვათ პირდაპირ შეკითხვა. მაშინ სად დგას სამართლიანობის აღდგენის მექანიზმები და რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი? ისევ ხომ არ მივდივართ მუდმივი შურისძიების კარუსელზე, რომელსაც ამ ქვეყანაში ქონდა ადგილი. ეხლა რას გულისხმობ? ბატონო, მე ერთი წუთი გთხოვთ, შევწყვეტოთ ჩვენ საუბარი, ზარი არის, პირველი ზარია ჩვენთან პირდაპირ ეთერში მანიშნებენ და ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. მე რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა და მინდა ეს შეკითხვები აუცილებლად დაგისვათ. მხოლოდ ზარის შემდეგ. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა, თუ ეთერში. დიახ, ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მადლობთ. პირველ რიგში ობიექტის ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცა იმის შესაძლებლობა ბატონ გიას გავესაუბრო პირდაპირ ეთერში და ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და თხოვნათ ბატონო გია. კი ბატონო. აი თქვენთვის, როგორც ძალიან გაწონასწორებულისთვის და როგორც საჯარო მოხელისთვის, ცნობილია ის თუ არა, რომ თქვენ რაიონში, რომელსაც თქვენ კურირებთ, სამთავროს რაიონში, ვასლიჯვარში, კვანდალიანის ქუჩაზე 1 ოქტომბრის შემდეგ არ გადის არც ერთი სახის ტრანსპორტი და ამ ქუჩის მოსახლეობას დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის გავლა უწევს ან ფეხით, ან ტაქსით, რის საშუალებას მოგეხსენებათ ყველას ნამდვილად არ აქვს. მიმართული გვაქვს ერთობლივი განცხადებით ქალაქის მერიისათვის. ეს იყო 16:04 თქვენებავთ მოგახსენებთ განცხადების ნომერსაც, მაგრამ არცაიდან ხმა, არცით სახელი. პრობლემა გადაუჭრელია, არაერთხელ ვესაუბრეთ სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს, ხელმძღვანელს, მის მოადგილეს და ასე შემდეგ, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა გადაჭრილი არ არის, არანაირად. და აი არ ვიცი ახლა თუ არის იმის შესაძლებლობა რომ რაღაცაერად მოგვარდეს ესა 21 საუკუნეა სიცხვილე არ არის იმის გარდა რომ ცოდოვართ ძალიან რა თქმა უნდა კიდე ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას აი ამ აღნიშნული საკითხის რაღაც მოსაგვარებლად იქნებ და გთხოვთ ამავე ეთერში დაგვითხოვთ რომ რა აი ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით რომ თქვენთან მოვახერხოთ შეხვედრა და აი ვისაუბროთ პირდაპირ ეთერი არ არის რომ ამ პრობლემაზე გადავაყენოთ უფრო სერიოზულ თემებზე საუბრობ ხვალ პირდაპირ შეგიძლიათ მობრძანდეთ ხვალ მე მაქვს მოქალაქეებთან შეხვედრის დღე და აქედან გამომდინარე შემახსენოთ რომ უბრალოდ დაბლა ვინც იქნება ოპერატორი შეახსენოთ რომ დღეს რიგარეშე ჩაწერა მოხდეს თქვენი მე გაფრთხილებული მეყოლება და თქვენი პიროვნების შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია. მოდით მე ამ პასუხით არ შემოვიფარგლები ერთადერთი მე მინდა მოქალაქეს უპასუხო რომ აი ჩემი ამ გადმოსახედიდან მე ვიტყოდი რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავისი კარიერა უნდა დაიწყოს სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით. იცით რამდენი პრობლემა გამოიკვეთება? აი ამ შემთხვევაში შენ აღარ გრჩება დრო პოლიტიკური დებატებისათვის და შენ ხდები მექანიკურ რეჟიმში თუ ავტომატურ რეჟიმში, როგორ ვთქვათ, იმ შენი მოსახლეობის ადვოკატი, სწორი გაგებით
რომელიც თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ბუნებრივია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ გვხვდება. და ძალიან ბევრ საკითხებთან მომიწია პირისპირ შეჩეხება და პირდაპირ ვიტყვი რომ არ ველოდი იყო მთელი რიგი რაღაცა საკითხები რომელიც მე ცოტა განსხვავებულად წარმომედგინა რომ ეს ადგილზე კეთდებოდა. ამიტომ არის ზოგიერთი საკითხი რომელსაც პირადად მევწყვეტავ, არის საკითხები რასაც შუამდგომლობით მივყვები და სადაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა ამას ბოლომდე ვაკონტროლებ და ბუნებრივია დიდი სიამოვნებით ჩემი მუშაობის შედეგი არ იქნება მატერიალური გამოხატულება, შევქმნა მაგი და სკამი ან ასე შემდეგ, ჩემი მუშაობის შედეგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ არა ამ შემთხვევაში გამგებელზე ვსაუბრობ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის თუ რამდენად შეძლებს შენ მოაგვარო ადამიანების პრობლემები. მე მქონდა ამას წინათ შეხვედრა ინტერფრაქციულ ჯგუფთან, ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებთან და იქ განვაცხადე და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მე გავხდით პოლიტიკის ეპიცენტრში და ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ის, ვინც ნაკლებად პოლიტიზირებული იყო და აკეთებდა მეტ საქმეს. მაგრამ გამგებელი იქნება ეს თუ მინისტრი არ უნდა იყოს იმდენად დეპოლიტიზირებული, რომ მან ვერ შეძლოს საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ნებისმიერ ხელმძღვანელ პირს უნდა კონდეს უნარი შეაღოს ნებისმიერი კარები, მიიტანოს თავისი მოქალაქეების გასაჭირი იმ ოთახში, სადაც ხელეწიფებად ამ გადაწყვეტილების მოგვარება და აქედან გამომდინარე რაღაცა ბალანსი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. არც ზედმეტად პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ და არც ვერ ვიტყოდი, რომ სხვა თქვენი კოლეგებიც შეძლებენ ასე ნებისმიერი კარების შეღებას. არის რამდენიმე ისეთი, რომელიც ნამდვილად ამას ვერ შეძლებს. მე ვისურვებდი, რომ დღესაც და მომავალშიც ძალიან ბევრმა შეძლოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. რა თქმა უნდა, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ზარის ავტორს, რომ აი ესეთი საქმიანი ზარებით შემოვიდნენ უკვე და პირდაპირ საქმეზე მოგიხდა თქვენ საუბარი. მე ძალიან მაინტერესებს რეალურად აი თქვენი საქმიანობა დღევანდელი და ამაზე აუცილებლად მინდა ცოტა ბოლოსკენ ვისაუბროთ. კიდევ ერთი ზარი არის პირდაპირ ეთერში, მოდით მივიღოთ ეს ზარი და შემდეგ აი ფინანსური სამართლიანობის შესახებ მინდა თემას დაუბრუნდეთ. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. მადლობთ. მინდა ბატონ გიას დიდი მადლობა გადავხადო 1 ივნის ღონისძიებაზე მყავდა ბავშვი ძალიან კარგად გაერთო და იყო გენიალური ღონისძიება ძალიან კარგად მოფიქრებული და ისიც მინდა აღვნიშნო რომ რაც ბატონი გია ჩვენი საფრთხის რაიონის გამგებელი ძალიან ბევრი რამ კეთდება და აქტუალებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ რაღაც დადგა ჩვენ ისეთი დრო როცა რაღაც კეთდება ჩვენს რაიონში არა ყოველთვის დიდი მადლობა ეს ძალიან უცნაური ზარებია უჩვეულოა თქვენი ეთერისათვის ძალიან დიდი მადლობა თუმცა სასიამოვნოა შეზღუდულია და ეს 1 ივნის კარგად ჩანდა რომ აი ამ შეზღუდულ ბავშვებზე იყო აქცენტი და ამიტომ ვიხდი განსაკუთრებულად მადლობას და რაც შეეხება აი კითხვა იყო 1 ივნის გამისვეს როგორც მშობელს აი ბაღის რეაბილიტაცია კეთილმოწყობა სამომავლო რაღაც გეგმები და მაგ ეგეთი კითხვა თქვათ ჩემი შვილის განთობის და ასე თქვა პერსპექტივისთვის კითხულობ არის თუ არა რამე საინტერესო ჩვენი შვილებისთვის და რა იქნება რა გეგმები აქვს გამგებელს მომავალში აი ბაღთან დაკავშირებით წითელ ბაღს გულისხმობ რეაბილიტაციის პროგრამას ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესეთი დადებითი და პოზიტიური მუხტი შემოგაქვთ ჩვენთან გადაცემაში. უბრალოდ ჩვენ მე ძალიან მინდა რომ ბატონ გიასთან სხვა თემებიც მემოვიხილო და შემდეგ უკვე ბოლოსკენ აი ამ პოზიტივით დავასრულებთ. ბატონ გია ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა და მე მინდა ერთი შემოთავაზება გავუკეთო თქვენ სამსახურ. არ ვიცი რამდენად თქვენ გაქვთ ძალა უფლება და უფლება მოსილება უпроსწორად იმისი რასაც მე ახლა შემოგთავაზებ. შეგვიძლია ერთი დღე დავთქვათ და ნებისმიერი გამგებელი მობრძანდეს ხოლმე და საზოგადოებასთან მას ექნება საუბრის საშუალება. აი მე ობიექტების ხელმძღვანელობას ვთხოვ ამის შესახებ და ერთი გადაცემა შეგვიძლია გამოვყოთ და ყველა გამგებელია თქვენი ჩათვლით რასაკვირველია მონაცვლეობით შეგიძლიათ ხოლმე მობრძანდეთ და პირდაპირ ეთერში ესაუბროთ თქვენ ხალხს ძალიან საჯარო მოხელე ვალდებულია რომ თავისი საქმიანობა იყოს ძალიან გამჭირვალე. რა თქმა უნდა
ბევრი ადამიანი ეწერება ჩემთან მიღებაზე, მაგრამ ფიზიკურად ყველა ადამიანის მიღებას ვერ ვახერხებ, რადგან, მაგრამ ამის ალტერნატიული მექანიზმები მე გამოვნახე, სოციალურად დაუცველებთან, რომლებიც იკვებებიან სხვადასხვა უფასო სასადილოებში, მე გეგმავ რომ დავნიშნო გამგებლის დღე და ყველა ადამიანს მივცე შესაძლებლობა ჩემთან უშუალო კომუნიკაციის, ასევე თითქმის ყოველ დღე მე მაქვს გასვლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და 1 ივნის მართლაც სიმბოლური იყო ბავშვთა დაცვის დღეს, თითქმის 8 საათი გავატარე წითელ ბაღში, რომლის რეაბილიტაციასაც ჩვენ გეგმავთ და იცით რა არის? მე მგონი დაწყებულია. თავის დროზე მე როცა უყურებდი გამგებელი, მაინც აღიქმებოდა ჩემთვის გზა დააგო, სახურავი დააგო და მოდით გულწრფელი ვიქნები, რომ შეიძლება არც შემეხედა სიუჟეტისათვის, რომელიც გამგებელს ეხებოდა. მაგრამ დღეს აბა რატო დათანხმდით ამ თანამდებობაზე? დავთანხმდი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იცით რა, ძალიან მარტივია, რომ დღეს ტელეეკრანიდან ელაპარაკო შენ საზოგადოებას. ზოგიერთ შემთხვევაში მოეწონება ვიღაცას, ზოგიერთ შემთხვევაში არ მოეწონება, მაგრამ ტელეეკრანი არ არის ის მექანიზმი, როდესაც ადამიანთან პირდაპირ კომუნიკაციაში შედიხარ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე ვალდებულია თავისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, დღევანდელობიდან გამომდინარე, კონდეს როგორც მინიმუმ პასუხები თავის საქმიანობაზე. და თუ შენ ხარ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, შენ არასოდეს არ უნდა კონდეს საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა. თუნდაც ის მოდიოდეს შენთან საყვედურით, კონდეს მას განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ შენ როგორც მინიმუმ უნდა კონდეს ამ ადამიანებთან მისასვლელი გზა. საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ მას აქვს გაბრაზების უფლება, მას აქვს სამართლიანი გაწყვეტის უფლება, მაგრამ იმავდროულად ადამიანებს აქვს გასჯის უნარი. და როდესაც შენ მასთან მიდიხარ გულწრფელად და ამ ადამიანებს ელაპარაკები, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მოხელე ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაურბოდეს. და მთავრობა და ხელმძღვანელობა არ არის ფუფუნება, ეს არის ძალიან კარგი სიტყვები თქვენი, რომელიც მე ძალიან მომეწონა და ამოვიღე კიდე და ეს არის პასუხისმგებლობა პირველ რიგში, რომელიც ჩვენს ადამიანებთან შენ გაგაჩნია. ბატონოგია, თუმცა მანამდე აი ამ პოზიტივამდე, რაზეც აი მივდივართ იქით, მაგრამ მაინც საზოგადოებას გამოვყავართ პოზიტივისკენ და ეს ძალიან კარგი ტენდენცია, მე ძალიან მომწონს სხვათა შორის. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვისაუბროთ იმ მძიმე თემებზე, რომლებიც იყო და რომელმაც გამოიწვია ის, რომ აი წინანდელი ხელისუფლება შეცვალა ეხლანდელმა, რომელიც არ ვიცი, ჯერჯერობით ართმევს თავს, ვერ ართმევს თავს, ეს ცოტა საკამათო საკითხები. მოდით მაშინ გავაგზავნოთ. მოდით კოჰაბიტაციაზე ვისაუბროთ. მე გეტყვით ესეთ რამეს. 2004 წელს, როდესაც მოკლედ დგებოდა საკითხი ეგრეთ წოდებული ფინანსური ამნისტიის მიღების შესახებ, მაშინ გახდით მე საპარლამენტო მდივანი და ზურაბ ჟვანია იყო პრემიერ-მინისტრი. ზურაბ ჟვანიას დავალებით მე მივიღე პირდაპირ ასეთი დავალება, რომ გამეკეთებინა ისეთი კანონი, რომელიც წერტილს დაუსვავდა წარსულ ცოდვებს, ასე ვთქვათ, და საზოგადოება შეძლებდა. ანუ ეს შევარდნაძისეული ხელისუფლების ცოდვებზეა ჯერ ამაზე მაქვს საუბარი და მას პირდაპირ ასეთი დავალება ჰქონდა. მაგალითად, მოყავდა კახა თარგამაძე, ამას პირველად ვამბობ თქვენს ეთერში, მაგრამ ეს ციტირებ ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვებს, რომ დაუშვათ თუ გადაწყვიტა კახა თარგამაძემ, რომ თავისი ბიზნესი ჩამოიტანოს საქართველოში, ის მან მითხრა, რომ მე თანახმავარ ვაპატიოთ რაღაცა გადაცდომები თუ დანაშაულები და მან დაასაქმოს ჩემი მოქალაქეები. დაიწყო აი ამ კანონის წერა, რომლის ავტორი გახდით უშუალოდ მე. თუმცა მაშინდელი პოლიტიკური ნება, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, უმრავლესობაში, არ იყო ასეთი. და მე მახსენდება ბატონი კობა დავითაშვილის განცხადებები მათ შორის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაუპრავოს, მოდით ვიხმართ ამ ტერმინს, შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაც იშოვეს და ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. გამოირიცხა, რომ მინისტრზე პატიება არ შეიძლება. მერე მოითხოვეს, რომ მინისტრის მოადგილეს ეს ამნისტია არ უნდა შეეხოს.
მერე იყო სამმართველოს უფროსი, მერე დეპარტამენტის უფროსი და გაახსენდათ შოთა ნეფარიძე, რომ ის დეპარტამენტის უფროსი იყო და მასაც ამნისტია არ უნდა შეხებოდა. მერე გაახსენდათ გუბერნატორები, გუბერნატორის მოადგილეები, გამგებლების მოადგილეები და ფაქტურად მივიღეთ ძალიან ცუდი კანონი, რომელიც არავის არ ეხებოდა. და იმის შედეგი, რომ ერთხელ ანუ მაინც პიროვნებებზე დაწვრილმანდა ეს ყველა. ის რო წერტილი დასმულიყო ერთხელ და სამუდაოდ და საზოგადოება შეძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება, მათ შორის შევარდნაძის დროინდელ საჯარო მოხელეებს, ეს იქნებოდა ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოება შეეჩვეოდა განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურას, როდესაც ხელისუფლება იცვლება, მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანები იმისათვის, რომ შენ გამიჯნო, არ შეეხოს მინისტრის მოადგილეს, იმას, ამას, გამგებლის თანაშემწეს, ასევე იყო საუბარი არ შეეხოს მათ ოჯახის წევრებს და არ შეეხოს მათთან დაკავშირებულ პირებს. ეს ადამიანები ვინ არიან, იცით ჩემო კარგო? ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც შემდგომში უკვე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეეხო უკვე სასამართლო ხელისუფლება, ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ შეიძლება გარკვეული ხარვეზებით და მივედით იქამდე, სადაც მივედით. აქედან გამომდინარე, ქვეყანა არ შეიძლება მუდმივად ტრიალებდეს შურისძიების კარუსელზე. ხელისუფლება იცვლება თუ არა, ხელისუფლება იცვლება თუ არა, მაშინვე ძალიან მოკლე დროში მან უნდა დასვას წერტილი. ეს არის დანაშაული, რასაც არ ვპატიობ და ყველა ადამიანი აგებს პასუხს. ეს არის შეცდომა ან გადაცდომა, რომელსაც ვპატიობ და უცბად ყველანი ერთად დავირაზმოთ და გავაკეთოთ საქმე, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მე ამას წინათ ეხლა მე აღარ მაქვს საუბარი, როდესაც გაჭირვებული ადამიანი უყურებს დაუშვათ მინისტრს, ან ყოფილ მინისტრს, ან პოლიტიკოს, რომელიც მისგან განსხვავებულად ცხოვრობს და გარკვეული გაღიზიანება ამან გამოიწვიოს, რომ რატომ მას და რატომ მე არ მემსახურება მაგალითად მანქანა. მაგრამ ნულოვანი სოლიდარიზმი არ მგონია რომ ამაზე იყოს. არა, მე ახლა ერთ რამეს ვიტყვი კიდევ. როგორ აისახება ეს ზოგადად აგრესიული რიტორიკა ჩვეულებრივ ადამიანებში. შაბათს გახდით ბაზარში. წავედით ჩვეულებრივად. რომელში? ერთი პატარა ბაზარია საბურთალოში, სადაც დავდივარ და მიყვარს რაღაცა, როცა დრო გაქვს, ხილი არჩევ რაღაც და ერთი და იგივე ადამიანს გავყიდულობ ყველს. და მეორე ადამიანი, რომელიც მის გვერდით დგას, ის მეუბნება, რომ წლებია უკვე თან მიცნობს, რომ ამ ადამიანთან მივდივარ. იცით რა, ამასთან რატო ყიდულობ, როდესაც ამისი ყველი არის უვარგისი. აი ეს არის ჩემთვის უკვე შემაშფოთებელი, რომ საზოგადოების წევრებს შორის ნულოვანი სოლიდარიზმი არსებობს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ერთმანეთის გატანა, თუ არ გადავედით ადამიანურ რიტორიკაზე და თუ ავყევით სხვათა შორის ამაში არის პოლიტიკოსების ძალიან დიდი დამსახურება. ეს აგრესიული რიტორიკა, ამდენი ზიზღის გადმოფრქვევა, ერთმანეთზე არსებული თუ მოგონილი ფაქტების გავრცელება და ასე შემდეგ, ეს აუცილებლად შემდგომში უკვე საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და ეს საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება ეს არ არის გააყენებული ცნება. ეს არის ჩვენი შვილები. ამას წინათ გვიან დავბრუნდი სახლში და ჩემი შვილი გახლავთ 15 წლის. აი ასეთივე 15 წლის პატარა ბავშვი, რომელსაც ცოტა მოგრძოთმები ჰქონდა, ჩემზე ასაკით გაცილებით უფროს კაცს დაჭერილი ყავდა ღამის 2 საათზე და ურტყავდა და იმ სიტყვას ეთერში ვერ გავიმეორებ, რას უპირებდა ამ ბავშვს და რატომ შენო განსხვავებული ორიენტაციის ხარო, აი ესეთი განსხვავებული თმა რო გაქვსო და აი აქ უნდა მოკლედ აღარ გავაგრძელებ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აგრესია რეალურად არის აგრესია და რიტორიკა საზოგადოებაში? ყველა ჩვენთაგანი შვილს შეეხება, ოჯახს შეეხება და ძალიან გვიან იქნება. არ შეიძლება, იმ წუთას გაუმართლა ამ ბავშვს, რომ მე ჩავერიე, მოვკიდე ხელი და საკმაოდ უსიამოვნო საუბარიც მქონდა და არ დაგიმალავთ და შეხებაც. უკვე ამ კაცს და რო შევხედე, რომ შვილის ტოლ ბავშვს ემართლები და რაღაცა უაზრობას უყვები ამ ბავშვს, შენ არ აგაქვს ამის არც მორალური უფლება და არც ამის შენ რაღაცა ცოტა უნდა დაფიქრდე და არ შეიძლება ეს აგრესია თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებს შეეხება, ბავშვებს შეეხება და ძალიან გვიან იქნება. სანამ ამას არ გავაჩერებთ. თუმცა ბატონგია, მაშინ თქვენ გამოჩდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გაუმართლა სანდრო გირგულიანს, არ გაუმართლა ბუტარო ბაქიძეს, არ გაუმართლათ 7 ნოემბერს, 26 მაისს, არ გამოჩნდა მაშინ არავინ.
აი ესე თქვენსავით რომ მე თქვა ხელისუფლება არაკეთებს სწორს ნუ ხოცავ ამ ხალხს, ნუ ხოცავ ამ ადამიანებს. არ მგონია ჩვენ ამ ხელისუფლებაზე რომელიმე ნორმალურმა ადამიანმა თქვას რომ ის რაც მოხდა დუტა რობაქიძის შემთხვევაში, გირგვლიანის შემთხვევაში, მე არ მინდა რომ ეხლა პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისროთ, მე ვიცი რომ ეს ესე არ არის, მაგრამ მეკითხებით აზრს და მე ცალსახად უერთდები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ამისათვის კონკრეტულმა ადამიანებმა აგეს პასუხი, ვინც არ აგო პასუხი, მან უნდა აგოს პასუხი. ეს არის ძალიან მარტივი რამე. თუ ვინმე მოახერხა თავის თუმცა იმდენად გართულდა რომ 9 წელია და მე-10 წავიდა სხვა ხელისუფლებაში, მაინც ვერ გადაწყდა. არა, აქედან გამომდინარე, მოდით ყველაფერს ეს არის მაინც ის ემოციები, რომლითაც საზოგადოებამ შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანზე გადაიტანოს ეს აგრესია. ამიტომ ამის პრეროგატივა ჩვენ დაუტოვოთ სამართალდამცავ ორგანოებს, ამათმა ბოლომდე უნდა გამოიძიონ, დღეს ხო არის განსხვავებული ხელისუფლება. გამოიძიონ ეს შემთხვევები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ფაქტებს დაესვას წერტილი, როგორც დამნაშავეთა დასჯით, ასევე უდანაშაულო ადამიანებისათვის ტყუილი ბრალდებების სქემა უნდა დამთავრდეს. დიახ, გეთანხმებით აბსოლუტურად. კიდევ ერთი ზარი მივიღოთ მე ბოდიშ შეგაწყვეტინებ ცოტა ხნით. მოусმინოთ ჩვენს მენელს და მაყურებელს და შემდეგ განვაგრძობთ. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გესმით ჩემი ხმა? დიახ, ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ თამამად. ხო, მე ცოტა დაბალხმაზე მესმის თქვენგან და ამიტომ ვიკითხე. შეკითხვა მექნება ბატონ გიასთან. დიახ. კი ბატონო. ჯერეთ შეკითხვა მექნება, მე მეორე შეკითხვა და მე ვთხოვ ბატონ გიას რომ ძალიან მოკლე პასუხი გამცეს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია უსმინო ასეთ ვრცელ პასუხებს, ძალიან მოკლე პასუხი მაინტერესებს. აი მე რომ მითხრან, მე რომ ჩემს რომ გახდეს ცნობილი რაიმე დანაშაული. ვინმე რაღაცა ჩაედინა, სიცხლის სამართლის დანაშაული თქვათ. და მე ეს დავფარო. და არ გავამხილო, ვარ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა. პირველი კითხვა და პასუხი მაინტერესებს, კი თუ არა? კი. ვარ პასუხისმგებელი. კი ბატონო, მაშინ რა პასუხს გავცეთ იმაზე, როდესაც სახალხო დამცველმა წარმოადგინა ანგარიში პარლამენტში იმის შესახებ, რომ ციხეებში ხდება წამება. და ამის შესახებ არავინ არ აიღო არც სიცოცხლისამართლებლივი, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა. და აი ამის მერე ის ხალხი, ვინც ეს პასუხისმგებლობა არ აიღო, კიდევ გამოდიან და გვესაუბრებიან თუ როგორ უნდა შევასრულოთ კანონები, როგორ უნდა მივხედოთ ხალხს, როგორ უნდა მივხედოთ საზოგადოებას. თუნდაც თქვენ ბატონო გია, თუნდაც თქვენ აი როგორ ხასე დაგებოდით რომ თქვენი ახლო უბრალოდ აი კაცური მომენტი და გამომდინარე. გაიგე რომ კაც ამის დენა შეუძლო მიაყენოს, ხო ძალადობა იხმარებს კაცზე. აი ამის მერე რატო ხმა არ აიმაღლეთ? ან მაშინ, ან ეხლა. დიახ. აი ეს მაინტერესებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ვრცელი საუბარი არ არის აუცილებლად. კი ბატონო. მოკლედ გეტყვით. დიდი მადლობა, თუმცა თქვენ შეკითხვა დასვით და ბატონ მაგიამ უნდა განმარტოს ცოტა არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ნებისმიერი დანაშაულის დაფარვა არის დანაშაული, მაგრამ აქედან გამომდინარე, ეხლა პირადად ჩემზე თუ კითხულობთ, თქვენ შეგიძლიათ არსებობდა ასეთი გადაცემა პოლიტბიურო, სადაც იყო ევროკავშირის გადაცემა და პოლიტიკოსები იყვნენ წამყვანი. შეგიძლიათ ნახოთ 2012 წლის 23 ნოემბერი გიორგო ბაიღო და აქედან გამომდინარე მახსოვს, როდესაც მე მყავდა სტუმრად მაშინდელი მინისტრი ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე და ზუსტად აი ეს ამონარიდები სახალხო დამცველის ანგარიშიდან ერთადერთი ფორმატი იყო სხვათა შორის, როცა საპარლამენტო მდივანს არასამსახურებრივი საქმიანობისგან გამომდინარე, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირის პროექტიდან მე მიწვეული ვიყავი როგორც წამყვანი, მქონდა ამ კითხვების დასმის საშუალება. თქვენ ნახეთ ეს გადაცემა და თუ რომელიმე კითხვა მე არ დამისვავს და თუ რომელიმე თემა არ არის წინ წამოწეული, მაშინ კიდევ გვექნება ალბათ ეთერში საუბრის საშუალება, ან კიდევ გვექნება პირადად შეხვედრის საშუალება და მე ბოდიშს მოვიხდი. ყველა ეს შეკითხვა მქონდა წინა პლანზე წამოწეული და აქ იყო მინისტრისაგან ასეთი კონკრეტული პასუხები, რომ ყველა შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა და გამოვლინდა ამ შემოწმების დროს,
ის განმარტავდა, რომ მათ მიერ იყო რეაგირებული, შესაბამისად ასახელებს სტატისტიკას, რომ ამდენი დისციპლინარული პასუხისმგებლობა იქნა გამოყენებული და ასე შემდეგ, მაგრამ მე დღესაც არ მოვერიდები თქვენს კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემას და ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული რაიმე ფორმის ძალადობასთან, მათ შორის ყველაზე დაუცველი შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც ციხეშია, ხო? ციხეში ადამიანი რომ მოხვდება სახელმწიფოს ერთადერთი ევალება მისი მოვლა პატრონობა. დანარჩენი რეპრესია და სამაგიეროს მიზღვა ეს სახელმწიფოს ვალდებულება არ არის. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოიკვეთება ამ უფლებამოსილების გადამეტებაში, რა თქმა უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე კანონის სრული სიმკაცრით. მე სამწუხაროდ არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს ბერკეტები, რომ გამოვიძიო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და როცა ვსაუბრობდი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მე ორ მიმართულებას გავყოფ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით, არამედ ნებისმიერი ადამიანი შემსრულებლიდან დაწყებული დამკვეთით დამთავრებული, ყველა უნდა მიეცეს მაშინ პასუხისგებაში და მე მაშინ ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა. რასაც სხვა ადამიანებთან ერთად მეც ველოდები, რა თქმა უნდა, ეს განაცხადი შესრულდება. აქ არ აქვს პოლიტიკურ გუთვნილებას მნიშვნელობა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დანაშაულია სახეზე, იყო თუ არა დანაშაული სახეზე და არის თუ არა კონკრეტული პირი მხილებული, ამაზე საზოგადოების ყველა წევრი ელოდება პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი ზარი არის რეკავენ ჩვენთან ესეთი ინტენსიური ზარებია ხოლმე და თქვენ მოგიწევთ პასუხების გაცემა. თუმცა მე თქვენ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ და თქვენ მზად იყავით და მოგბრძანდით კიდეც ამისთვის. მოგესალმებით და გისმენთ. ისაუბრეთ. გამარჯობა. მე როგორც ხვდები რადიოში ვისმენდი, ალბათ ხმაზე ვიცანი გია ხუროშვილი. დიახ, ბატონი გია ხუროშვილი არის ჩვენთან სტუმრად საბურთალოს რაიონის გამგებელი. მოგესალმებით. თქვენ საბატონო მაკა და გია ხუროშვილს. მოგესალმებით. ახლა ვუსმენდი რო ჩავთე და ისიც რაზე ვფიქრო, ადრე რო ეფიქრა მთელ ნაციონალურ მოძრაობას, აი ეხლა როგორც ახლა ლაპარაკობს ბატონი გია. აი ასე ადამიანურად რო დაგვლაპარაკე. ეთანხმებით აბსოლუტურად. ეს დალოცვილები. აი ასეთ მდგომარეობაში ხო არ იქნებოდნენ არა. მე მესმის პირადად ბატონ გიასთან მე არავითარი პრეტენზია და ის არა, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ ის რომ თუ გუნდის წევრი ხარ დალოცვილო, შენი გუნდის წევრები უკაცრავად თქვენი გუნდის წევრები იქნებ უთხრათ რომ აი ეს რიტორიკა შეცვალოს. გისმენთ იცი და ჩვეულებრივი ყველანი ადამიანები ვართ, ხო? ძალიან მიხარია თქვენ რომ ასე ლაპარაკობთ, აი მართლა გულწრფელად გეუბნები. ძალიან მინდა რომ სულ ყველამ შეცვალოს რიტორიკა, იმიტომ რომ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომები ყველას მოგდის. უბრალოდ აღიარება აუცილებელია ჩემო კარგო, დასაჯები ყველა უნდა დაისაჯოს. დღეს მოვისმინე თურმე მერაბიშვილს ტელევიზორი არ ქონია და ძალიან ძუს. თქვენ დალოცვილებოთ, თქვენ დროს რა ხდებოდა იმ საპატიმროებში და რას აკეთებდნენ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის, თუმცა სწორედ აი ოპონენტების პასუხი ეს არის ხოლმე ამ შეკითხვაზე, რომ ხო ამიტომ არ გინდოდათ ის ხელისუფლება და ეხლაც იგივე ხო არ უნდა მოხდეს. თუ შეიძლება მეც გავცემ პასუხს ქალბატონის მოსაზრებას. ეს მიმართ იყო შეკითხვა. მე რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ ნებისმიერი ჩემი კოლეგა, ვინც არ უნდა იყოს და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ბევრ გამოთქმასაც მე არ ვეთანხმები. ძალიან გამაღიზიანებელია შეფასებებსაც ზოგიერთ შემთხვევაში არის გარკვეული შეფასებები, რომელსაც არ მოვერიდები და მე პირადად არ მოვიწონებდი და არ დავეთანხმებოდი. მაგრამ როცა ხარ გუნდის წევრი, მოდით წარსულზეც იყო შეკითხვა და დღევანდელობაზეც. გუნდურობა დღესაც გულისხმობს იმას, რომ შენ საჯაროდ არ გამოიტანო დაუშვათ ის საყვედურები, რომელიც შეიძლება შენ მქონდეს გუნდის შიგნით და თუმცა მე ალბათონი ვერ შემახსენებს ვერცეთ ჩემს საჯარო გამოსვლას, სადაც ბოდიში იყო მოსახდელი, მე არ მომეხადოს საზოგადოებისთვის, ან კიდევ არ ამეხსნას როგორც მინიმუმ გარკვეული დეტალები, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. მართალი ხართ აბსოლუტურად, მეც მახსენდება მსგავსი გამოსვლები, მაგრამ სწორედ ამიტომ ისმება შეკითხვა, აბა რატომ რჩებით იმ გუნდში, რომელსაც ასე არ ეთანხმებთ? იცით რა არის, მოდით ჩვენ ასე ვთქვათ, რომ არის გუნდი, რომელმაც
დღევანდლამდე ანუ რა მოგწონთ იქ რაღაცა არის ძირითადი ხაზი ალბათ. ამაზე აუცილებლად დაგიხსნით. 2003 წელს რო შევადაროთ დღევანდელი საქართველო არის ბევრად განსხვავებული. მოდით ამაზე ნუ ვიდავებთ. ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა ჩვენ დაგვავიწყდა, მათ შორის აღარ გავაღიზიანებ საზოგადოებას, იმიტომ რომ მეც გამაღიზიანებ და დღეს საუბარი იმაზე, რომ დაგვავიწყდა უშუქობა, უგაზობა და აღარ ვისაუბრებ ამაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოების გაღიზიანება არ გამოვიწვიო. მთელი რიგი ძალიან დადებითი შედეგები არის დღეს მოსული აქამდე. ამას აკეთებდნენ ძალიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და არიან და ეს ამ ადამიანების მხრებზე გადაიარა მთელმა ამ წლებმა დაუღალავმა შრომამ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები დღესაც მოქმედებენ. მე ვერ ვიტყოდი, რომ კარგი საქციელია, გუშინ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს უკვე როგორც საფრთხე შეექმნას, შენ უცბად უარყო შენი წარსული, კარგი თუ ცუდი და გადახდე უცბად ოცნებაში და მიიღო პოლიტიკური ინდულგენცია ამისათვის. მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიის ადამიანებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვამბობ, რომ წარსული კარგი საქმიანობა ვინც გააკეთა, მათ შორის ხომ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერებიც, ხო, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ჩვენი მე ვამბობ ხელისუფლების თორე პარტიის წევრი არასოდეს არ ყოფილი ვარ და დღესაც არა. მაგრამ მე ამას ვიტყვი, რომ ხომ იყვნენ ეს მხარდამჭერებიც. ეს ადამიანები შედალუცვილო დღეს რო გიყურებენ, როდის ატყუებდი ამ ადამიანებს? როცა კაბინეტში იჯექი, კარგად გრძნობდი თავს და მაშინ აქებდი შენ ნაციონალურ მოძრაობას და მის გაკეთებულ საქმეებს და დღეს როგორც ვე შენს მოდი პირდაპირ ვიტყვი, უკანონოდ ნაშოვნ ქონებას, უკანონო ბიზნესებს შეექმნა საფრთხე და გაქანდი და ოცნებაში ინდულგენცია მიიღე. თქვენ ძალიან თამამ განცხადებებს აუცილებლად ვიტყვი რა, არის ასეთი შემთხვევები პირდაპირ, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც და ეხლა მიიღე დღეს ლანძღავშე ნაციონალურ მოძრაობას და გასულ პერიოდს არა ბატონებო, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ რაზეც კარგია სათქმელი, ის არ შეგვწყვეს, რომ ეს კარგია, ქალაქი რომ დამშვენდა, გზები რომ დაიგო, რაღაცა ყოფითი პრობლემები რომ მოგვარდა მეტნაკლებად და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან კარგი. თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა, ეს ადამიანები არ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თელ ამ გუნდს, რომლის უმრავლესობა დღეს ასევე ხელისუფლებაშია, ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობ, არ უნდა ესროლო ტალახი. თუმცა ძალიან ჯიბრით გასაუბრებიან საკუთარ უწყვეტობა არ შეიძლება ქვეყნის განვითარების გაგრძელდეს. დიახ, სწორი იყო ქალბატონის შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სადაც ბოდიშია მოსახდელი, მათ შორის შენ როგორც ამ გუნდის წევრმა უნდა მოიხადო ბოდიში. მაგრამ რაც არის კარგი გაკეთებული, იმაზე თამამად უნდა ვისაუბროთ, რომ ეს კარგია გაკეთებული და მომავალშიც მე იგივეს გავუკეთებ. იგივე ნებისმიერ ხელისუფლებას მოვახმარ ჩემს პროფესიონალიზმს, თუ ეს ჩემს ქვეყანას დაჭირდება. მე არ ვაპირებ ჩემს ხალხთან, თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მყოფ ადამიანებთან ოპოზიციაში ჩადგომას. მე შეიძლება არაჯანსაღი აზრის ოპონირება მოვახდინო და გადაწყვეტილებას დაუპირისპირდე, რომ ეს არ არის ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის საპირისპირო. თორე ბუნებრივი მოცემულობა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანების არჩევანს, რომლის გამოც დღეს გვყავს განსხვავებული ხელისუფლება. ეხლა რაც შეეხება ორიოდე სიტყვით მინდა ვანოვერაბიშვილსაც შევეხო. მე აუცილებლად შეგიკითხებით ამის შესახებ, ჩვენ 5 წუთიღა დაგვჭა და სწორედ ეს კოჰაბიტაციის თემები მინდოდა დაგვემუშავებინა, მაგრამ ზარი არის, მოდი ზარს მოусმინოთ და შემდეგ უკვე მე იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო ზარი იქნება და მხოლოდ ჩვენ ვისაუბრებთ. მოგესალმებით და გისმენთ. ბატონო გამარჯობა. გამარჯობა ბატონო გია. გამარჯობათ. მე ვარ თქვენი მაცხოვრებელი, საბუთელოზე მაცხოვრებელი. მე მოვდი 26 მაისს. ცოტა ცუდად ისმის თქვენი ხმა. მე მოვდი 26 მაისს. დიახ. გავილახე ისე გავილახე, რომ დღემდე ფეხი ისე დღეში მაქვს, რომ ხურმალობაში ვარ და საერთოდ ასისკლინები. იმ დღეს ბეჭედი, საყურეები, ბეჭდები თითქმის ჩუსტიც კი კინაღამ გამხადეს და ჩანთა და მობილური და სათვალე და ემას ნუ მკითხა. ესე იგი იქ იყო ყაჩაღობა. ესე იგი ნაბდანები ქონდა მერაბიშვილს, რომ ყველაფერი იკადრეთ. აბსოლუტურად. მე ჟურნალისტს რო არ წამოვეყვანე მანქანით, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ ბატონო? მაგ შეკითხვა. მე
დღეს ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა. ძალიან უაღრესად მომეწონა, მაგრამ უნდა გადმოხვიდეთ ჩვენ ხალხთან. არავითარ ნაციონალური მოთხრობა უნდა დაატოვოთ თქვენ თუ ესეთი კარგი ხართ და ესეთი წარმოდგენით არც ერთი ნაციონალი არ გამოდის და არც ერთი ხალხის ხარჯი არ არიან. გეთანხმებით ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. სწორედ ეს არის აი მათი რაღაცა უბედურება, რომ ჯიბრით ესაუბრებიან საკუთარ ხალხს და ბატონო, მე არ შემიძლია რომ არ გითხრათ, თქვენ ბრძანეთ, რომ აი ჩახჩახებს ქალაქი მართალი ხართ აბსოლუტურად, ყველაფერი პრიალებს, ყველაფერი ძალიან ლამაზია, შუქიც არის, რაღაცა სიწყნარიც არის, მაგრამ ეს იცით რას მაგონებს, აი ძალიან კარგად რომ გაარემონტო სახლი, კარგად რომ დაალაგო, გააპრიალო, ახალი ავეჯი შეიტანო და საკუთარი შვილები სარდაფში შეიყვანო, იქ ჩაკეტო, იმიტომ რომ ის არ გააფუჭონ და არ დააზიანონ. აი ესე მოგვექცა ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. რა ვიცი, არ მინდა ახლა ყველაზე ვთქვა და აი ეს ვერ აიტანა საზოგადოებამ, თორე რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ნებისმიერი ადამიანი ხედავს ამას, მაგრამ ჩვენთვის არ არის უბრალოდ. აი ესე მოხდა სამწუხაროდ. მოდით ამაზე ნომიპასუხებ. მოდით ვანო მერაბიშვილზე მინდა გადავიდე. 5 წუთიღა დაგჭა და მინდა მოვასწრო. ქალბატონმა ბრძანა, რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანება იყო, რომ მისთვის ის ასეთ დღეში ჩაიგდოთ და ასე შემდეგ. პირდაპირ გეტყვით ქალბატონო, რომ ანუ ყაჩაღობაზე გასაბრძანება. ყაჩაღობაზე ვანო მერაბიშვილის ბრძანება არ ყოფილა. და მე როდესაც კონკრეტულ ადამიანებზე მიდის საუბარი, მე არ ვერიდები მიუხედავად იმისა, ჩემი განცხადება იქნება პოპულარული თუ არ იქნება პოპულარული, რა თქმა უნდა, მე ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაქვს ადამიანების მიმართ. ვანო მერაბიშვილის პიროვნებას ვინც იცნობს, შეუძლებელია რომ ჯერ ერთი მას ყოფნის კომპეტენცია იმისა, რომ თავის ქვეშემდოვებს არ მიცეს საკუთარი ხალხის ამოხოცვის ბრძანება და მით უმეტეს დაყაჩაღების და მე გეტყვით ძალიან ცუდი რამე მოხდა. მოკლედ გეტყვით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ჩვენ პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ საუბარი იყო არასანქცირებული მიტინგის დაშლაზე. როდესაც საუბარია პოლიტიკოსებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ რა და საზოგადოებასაც ზუსტად იცოდეს, მოკლედ გეტყვით. როდესაც მე მაგალითად გია ხუროშვილი ვაწყობ მიტინგს და მოუწოდებ ადამიანებს, რომ მოდი მიტინგზე, მე პასუხისმგებლობა უნდა გამაჩნდეს ამ ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. და როდესაც შენ გაფრთხილებენ, რომ იცი რა, მიტინგს ამოეწურა ვადა და ასე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მისი ძალადობით დაშლა, შენ აღარ უნდა გააგრძელო დიდი ხნის განმავლობაში და საკუთარი მოქალაქეები, რომელიც შენივე თხოვნით მოვიდნენ, აქ არ უნდა ჩააყენოს საფრთხის. მაგრამ ამიტომ მეორე მხარეა, არა, ეხლა ამასაც ვამბობ, რა თქმა უნდა. მეორე მხარეა, როდესაც პოლიციამ უნდა გამოიყენოს ადეკვატური ძალა. და რა თქმა უნდა, ესეც მოკვლევის საგანია, რომ ადეკვატური ძალა იქ რიგითმა პოლიციამ გამოიყენა თუ არა, შესაბამისად იმ დროს ჯერ კიდევ, როდესაც განიხილეს დარბევის საკითხები, ყველა ვინც არაადეკვატური ძალა გამოიყენა, ყველა იქნა თუ არა პასუხებაში მიცემული და თუ არ იქნა კიდევ დამატებით იმსჯელოს სამართალდაცვა ორგანოება. მაგრამ ის დაუშვათ რეპუტაციის შელახვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უკვე გვესმის ყოფილი ესე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომ ის არის სისხლისმფერი, არის კაცის მკვლელი და ასე შემდეგ. მე ვისურვებდი ძალიან, რომ იცით რა, პოლიტიკური ოპონენტის დამარცხებისათვის ჩვენ არ უნდა წავიდეთ ყოველგვარ ბრალდებაზე. იმიტომ რომ დრო მაინც აჩვენებს თავისას, ვინ რისი გამკეთებელია და ის შედეგები, რაც ვანო მერაბიშვილის რეფორმამ საქართველოს მოუტანა, ის რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ დადიოდნენ ქალაქში, ის რომ ის რაც მოგიყევით, გაუპატიურებას რო უპირებდა თავის შვილის ტოლს ადამიანი, რომელიც სულ ახალ ხო, აი ეს რომ არ შეეხოს თითოეულ ჩვენ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უწყვეტობა უნდა შევინარჩუნოთ იმ კარგი გაკეთებული საქმისა, რაც ვანო მერაბიშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთა საზოგადოებისათვის და უნდა ვიფიქროთ იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ რაიმე ტიპის ხარვეზები არსებობს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო გია, იმისთვის რომ მობრძანდით ჩვენთან პირდაპირ ეთერში, სტუდიაში, აი ესე საზოგადოების წინაშე გაეცით მათ შეკითხვების პასუხი. ძალიან ბევრი შეკითხვა დამრჩა კვლავ თქვენთან, თუ იქნება თქვენი სურვილი კიდევ შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს,
შრომებით. ეხლა ჩვენი დრო ამოიწურა და მხოლოდ ამიტომ უნდა შევწყვეტოთ გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ახლა უკვე საბურთალოს გამგებელი ბატონი გია ხუროშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა.